და ბოლოს ჩემი აზრით დესერტად შემოგინახეთ რეპორტაჟი მსოფლიოში პირველ მუზეუმზე, რომელიც ერთ მოთხრობას მიეძღვნა. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტამბოლში ნობელის მფლობელ თურქ მწერალს ორხან პამუკს შეხვდა. მაშინ ასე ერთად ვეწვიოთ უმანკოების მუზეუმს. წერალს, რომელმაც მშობლიური ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურათა შეჯახებისა და გადაკვეთის ახალი ნიშნები იპოვა. ასეთი ფორმულირებით მიანიჭეს თურქ პროზაიკოს ორხან პამუკს ნობელის პრემია 2006 წელს. პამუკის მელანქოლიურ სტამბოლში უმანკოების მუზეუმს ვეძებთ. ამ უბანს თურქები დაკარგულ სამყაროს უწოდებენ. აქ ჯერ ისევ შემორჩა ძველი სტამბოლის ატმოსფერო, გრძელი და ვიწრო ქუჩებით, ვერანდებიანი შენობებით. ჩუქურჯუმა, დილგიჩის ჩიხი 24. ეს მისამართი იცის ყველამ, ვისაც ორხან პამუკის მელოდრამატული მოთხრობა უმანკოების მუზეუმი წაუკითხავს. პირველი, რასაც ქესქინების ოჯახში შესვლისთანავე ხედავ, სიგარეტის ნამწვავებით სავსე კედელია. სულ 4312 ნამწვი, ამდენივე შეხების და მეხსიერებაში ზუსტად ჩარჩენილი განწყობის სანაცვლოდ. რისი სიმბოლოა ეს კედელი? რატომ არის აქ გამოფენილი სიგარეტის ამდენი ნამწვავი და საერთოდ რა ხდება უმანკოების მუზეუმში? მათვისაც წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ, შევეცდები მოგიყვეთ. უმანკოების მუზეუმის მკითხველს კი გიჩვენოთ თქვენთვის უკვე ასე ძვირფასი და საყვარელი ნივთები. წიგნის მთავარი გმირი ქემალ ბეი ამ კიბეებზე პირველად 1976 წლის 19 მაისს 4 შაბათ საღამოს ამოვიდა. სწორედ ამ დღეს დაუბრუნა ფუსონის დაკარგული ცალის საყურე, რომელიც დღეს მუზეუმის პირველი ექსპონატია. ამ საყურედან იწყება უმანკოების მუზეუმში აღწერილი სიყვარულის ვიზუალური ისტორია. მაღალი კლასის წარმომადგენელ მდიდარ ქემალსა და მის შორეულ ნათესავზე, ღარიბ ფუსუნზე. აქ გამოფენილი ნივთები ამ სახლის ბინადარს ფუსუნ ქესკინს და მასზე შეყვარებულ ქემალ ბასმაჩს ეკუთვნის. I first bought this building in 1999. 15 წლის წინ გამიჩნდა იდეა დამეწერა სიყვარულზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემექმნა ჩემი დროინდელი სტამბოლის მუზეუმი. გადავწყვიტე ჯერ სახლი მეყიდა. 1999 წელს ვიპოვე ეს სახლი ჩუქურჯუმაში. მაშინ ეს უბანი 50-იანი 60-იანი წლების ქალაქს, ჩემი ბავშვობის სტამბოლს გავდა. წარმოსახვაში წარმოვიდგინე ოჯახის და სიყვარულის ისტორია მის კედლებში. 2003 წელს დავიწყე აქტიური მუშაობა წიგნზე. The Museum of Innocence. 2011 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მე საერთოდ შევწყვიტე წერა და მთელი დრო მუზეუმს დავუთმე. პირველად ფუსუნის ყვითელი ფეხსაცმელი ვიყიდე და მოვარგე ჩემს გმირს. დავდიოდი ყოველდღე და დავინახე, რომ ადამიანები, ვისაც უკვე წაეკითხა წიგნი, მოდიოდნენ აკაკუნებდნენ კარზე და როცა ხედავდნენ ფუსუნის და ქემალის ნივთებს, ძალიან უხაროდა. ფუსუნის ყვითელი ფეხსაცმელი, ჯენი კოლონის ჩანთა, ესე იგი ყველაფერი მართალია. ყველაფერი აქ არის. პირადად მე ძალიან დიდხანს ვარკვევდი, ნამდვილად არსებობდა თუ არა ჯენი კოლონის ბრენდი. როგორც ხედავთ, ის ორხან პამუკმა თავის მუზეუმში წარმოადგინა, მე კი ამ პრინცს ვერ მივაკერე ვერსით. მოგვიანებით მუზეუმის თანამშრომლებისგან შევიტყე, რომ ჯენი კოლონი მართლა არ არსებობს, თუმცა სტამბოლში ხომ ყველაფერი შეიძლება და ლეიბლი მწერალმა საგანგებოდ დაამზადებინა. As far as I know, მე ვქმნიდი რომანს და მუზეუმს ერთდროულად. სიტყვით ნაწილ-ნაწილ ძველმანების მაღაზიებიდან, ბუკინისტებიდან, პირადი ნივთებიდან, კერძო კოლექციებიდან. ეს არის მოთხრობა მუზეუმი. ამ ნივთების ისტორიები მკითხველმა კარგად იცის, მაგრამ მათი ვიზუალიზაცია ხან ავსებს, ხან კი ცვლის წიგნში არსებულ სამყაროს. ჩვენ წარმოდგენებით ვიცნობთ და გვიყვარს უმანკოების მუზეუმის ნივთები და საგნები. არ გვახსოვს დეტალები, მაგრამ თან გვდევს მათი ეფექტი, ჩვენი რეაქციები ტექსტზე. ამიტომ პამუკმა 2 წელი იმუშავა იმაზე, რომ მუზეუმის მნახველში სენტიმენტები და რეაქციები იგივე ყოფილიყო, რაც მკითხველში. აქ ყველაფერი იმდაგვარია, როგორც წიგნში. ძველ შენობაში უცნაურად შემოსული სინათლე, მტრისა და სიძველის სუნი და ვიტრინების აგონია. ეფემერული კოლექცია წიგნის ფურცლებიდან კარგად ნაცნობ სამყაროს იმეორებს. ძველი საათები, ნახევრად მირთმეული თურქული ყავა, ჩაი, სამზარეულოს ნივთები, საჭმელი, ყოველდღიური ცხოვრების საგნები, ფოტოები, გაზეთები, კინოაფიშები. კედელზე ძველი თურქული კინოკადრები გადის. აქვეა ლიმონათი მელთემის ბოთლები და რეკლამაც კი.
ორიენტაცია 4 სართულიან უმანკოების მუზეუმში ძალიან მარტივია. წიგნს აქვს 83 თავი. მუზეუმს აქვს 83 სტენდი, რომელიც ზუსტად მიყვება მოთხრობის ხაზს. ეს არის უმანკოების მუზეუმის ლოგიკა. თავი 59. მე კი მინდოდა ცოლობა მეთხოვა. სახლის ზედა სართულზე პატარა ტუალეტში შევედი. კარი ჩავკეტე და ვიგრძენი, რომ ცხოვრება ფეხქვეშ გამომეცალა. სარკის წინ პატარა თაროზე ფუსუნის თარიქ ბეის და მამი და ნასიბეს კბილის ჯაგრისები, საპარსი ქაფი, წვერი საპარსი მანქანა და ფუსუნის პომადა ეწყო. ტუჩის საცხი ხელში ავიღე, დავყნოსე და ჯიბეში ჩავიდე. მინდოდა ჩემი შეყვარებული სუნი შემეგრძნო. სიყვარული აქ არ არის ტკბილის საგანი. ამ ნაწარმოებს არ აყავს სიყვარული პედესტალზე და არ ამბობს თუ რა კარგია, რა მშვენიერია ის. მოთხრობა უმანკოების მუზეუმი ეს არის ქრონიკა სიყვარულის რეაქციებისა. ეს არის სიყვარულის პატარა ენციკლოპედია, როგორ ვიქცევით ჩვენ, როცა გვიყვარს. სექსი და სიყვარული ქორწინების გარეშე ამ რომანის დაწერის ერთ-ერთი ძლიერი мотиваციაა. მე დავწერე თურქეთის მაღალი კლასის ადამიანებზე, რომელთაც უნდათ იყვნენ ევროპული ტიპის და ამავე დროს უნდა იყვნენ ქვეყნის ნაწილი. ეყნობიან ტრადიციებს, რომელიც დამყარებულია ქალიშვილობის კულტზე. თავად პამუკი არ აღიარებს კავშირს ფუსუნთან. ის ამბობს, რომ წიგნიც და შესაბამისად მუზეუმიც მისი მთავარი გმირის, ქემალ ბეის სიყვარულზეა, რომელიც იპარავს ნივთებს და აფეტიშებს საყვარელ ქალს. ქემალ ბეი ფუსუნის სიგარეტის ნამწოვებსაც კი იპარავდა და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავის საიდუმლო კოლექციაში მიქონდა ფაიფურის ძაღლები, რომელსაც მისი შეყვარებული ეხებოდა. ახლა კი ისინი მუზეუმის მესამე სართულზეა გამოფენილი. ქემალ ბეი ყველანაირ უცნაურ ნივთს იპარავდა, რასაც კი ფუსუნი შეეხებოდა. მუზეუმის გახსნასთან ერთად ქესკინების ოჯახს დაუბრუნდა კომშის სახეხი, რომლის გამოც წიგნის მთავარი გმირი კინაღამ სამხედრო პოლიციამ დააპატიმრა. რაც უფრო მეტ ექსპონატს ამოიცნობ მუზეუმის თაროებიდან, გეჩვენება, რომ ქემალ ბეი სულ უფრო და უფრო გიახლოვდება ფუსუნთან ერთად. აი ეს კი როგორ ჩანს ფოტოა სტატიიდან, რომელიც ფუსუნის სილამაზის კონკურსზე გამოსვლას ეხებოდა და ჩვენ მოდით ერთად ამოვიცნოთ, რომელი შეიძლება აქედან იყოს ფუსუნი. ფოტოებზე ფუსუნის ამოცნობა შეუძლებელია. ის არის არსად და არის მუზეუმის ყველა კუთხეში. კონკრეტულად როგორ გამოიყურებიან რომანის მთავარი გმირები ორხან პამუკმა არ გითხრა. ჩემი წიგნების ყდებზე ვერასდროს ნახავთ ჩემს გმირებს. გმირის სახე მკითხველს და მუზეუმის სტუმარს უნდა დაუტოვა. მით უმეტეს რომ ფუსუნი არ არის ერთი კონკრეტული პერსონაჟი, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ. ჩუქურჯუმაში ქესკინების ოჯახში 8 წლიანი სიარულის შემდეგ ქემალ ბეი და ფუსუნი პირველად დარჩნენ მარტო ერთმანეთის პირისპირ. გრეისკელით შთაგონებულ ფუსუნს ქემალ ბეის შევროლეზე მანქანის მართვა უნდა ესწავლა. ფუსუნს ნარინჯისფერ ვარდებიანი და მწვანე ფოთლებიანი კაბა ეცვა და აი ეს საყურეები ეკეთა. რამდენიმე თვეში გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ეს მისი მართვის მოწმობა, რომელიც ქემალ ბეის ნაჩუქარ პეპლებთან ერთად არის გამოფენილი. ახლა ფუსუნი უფრო კარგად დავინახე. ამ მუზეუმში ყოველ სანტიმეტრზე ორჰანმა იფიქრა და იმუშავა. გაითვალისწინეთ, ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო მისთვის. პოლიტიკური მოსაზრებების გამო სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ მასზე. დღეს კი ჩვენ აქ ვართ, მთავარი გმირის ქემალ ბეის ოთახში. ეს ქემალ ბასმაჩის ოთახია. აქ ის 7 წელი ცხოვრობდა. ორჰან პამუკი აქ იჯდა და მის ისტორიას ისმენდა. ძალიან სევდიანი სიყვარულის ისტორიის მიუხედავად, ქემალ ბასმაჩის ბოლო სიტყვები ასეთია. მინდა ყველამ გაიგოს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე. უმანკოების მუზეუმს ქართული მინანქარი უსახსოვრეს წიგნის მთარგმნელმა და გამომცემლობა დიოგენემ, რომელიც ახლა პამუკის ავტობიოგრაფიული მოთხრობის სტამბულის პრეზენტაციისთვის ემზადება. ზოგიერთი ნივთი განსხვავებული იყო. აი მაგალითად იგივე მთავარი პერსონაჟი ფუსუნის საყურე, რომელიც სულ სხვანაირი წარმომედგინა და აქ სხვანაირი დამხვდა. წარმოსახვები, რომელიც მე მქონდა, რეალურად ახდა და ნახე, როგორც გითხარით, ნაწილი დაემთხვა იმას, რაზედაც მე ვფიქრობდი და როგორც წარმომედგინა და ნაწილი განსხვავებული სახით არის. გაძოცხლებული სრულყოფილად ის სამყარო, რომელსაც წიგნში ვხედავთ და რა ვიცი, ნებისმიერი ქართველი მკითხველი, ვინც ამ მუზეუმს იხილავს, სხვანაირად შეხედავს მე ამ წიგნს და ამ ისტორიას, რომელიც ძალიან ლამაზია თავისთავად. უმანკოების მუზეუმის კიდევ ერთი გმირი სტამბულია, მისი სევდიანი კულტურა და ქალაქის პოეტურობა. გასული საუკუნის სტამბულის ევროპული ნაწილის ყოველდღიური ცხოვრება. იდეა შეინახო წარსული და მისცე მას ახალი სიცოცხლის აგნების მეშვეობით ნობელიანტი მწერლის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის პამუკის ნოსტალგია თავისი სტამბულის მიმართ და კიდევ ერთი მცდელობა აუხსნეს თურქეთი თავად თურქებს. მე ვწერ პატარა ქუჩების მელანქოლიაზე. მე არასდროს ვატყობ და არ ვიყენებ მელოდრამატულ ენას სტამბულის აღსაწყობად. ეს სიყვარული ჩემშია, ეს იგივეა, რომ ჩემს სხეულზე ვილაპარაკო.
თქვენ აქაურები არ ხართ. თქვენ კი სტამბოლიდან ვართ და თან ორჰანის თაობის. შემიძლია ვთქვა, რომ მე დღეს ჩემს წარსულში ვიმოგზაურე. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი უკვე გაიხსნა, ორჰან ფამუკმა თქვა, რომ სანამ ცოცხალი იქნება, ის დაამატებს ახალ ეპიზოდებს, ახალ საგნებს, ახალ ნივთებს, ახალ იდეებს. ეს არის მუზეუმი ყველასთვის, ვინც უმისამართოდ აგროვებს საგნებს და ვინც უბრალოდ დამოკიდებულია ნივთებზე. ამ მუზეუმში განხორციელებულია ჩემს სულში მკვდარი მხატვარი, რომელიც მწერლობას შევძირა. მე სერიოზულად ხატავდი 7-დან 22 წლამდე. მუზეუმი კი არის საშუალება ჩემში არსებული მხატვრის ვიზუალურად გამოხატვისა. მე განვახორციელე ეს იდეა, იმიტომ რომ მე მიყვარს პატარა მუზეუმები დიდი ქალაქების უკანა ქუჩებში. ეს არის წიგნი სიყვარულზე. არა, ბანალურია. ეს არის წიგნი მამაკაცის სიყვარულზე. ესეც ბანალურია. ეს არის წიგნი შენი ქალაქის, ნივთების, საგნების სიყვარულზე, რომელიც შენს ისტორიაში გაბრუნებს, შენს მძიმე და ათელწუთებს გახსენებს. ფამუკი ასე იწყებს. რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამები ყოფილა. ეს არის წიგნი ბედნიერებაზე, რომელიც მაშინ უნდა იგრძნო და დაიჭირო, როდესაც ის შენს გვერდითაა. და საყვარელ ადამიანს ამის შესახებ მაშინვე უნდა უთხრა, თორემ როცა დაკარგავ, მერე ძალიან გვიან იქნება. მაშინ ასეთი იყო პოსტსკრიპტუმის თვალი, დანახული გასული 7 დღე ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირას საღამოს 9 საათზე შეხვდებით. ნახვამდის.